ეს არის ძმების სარეგულირო, რომელმაც დაგირებული რომ ერთიდან ორი ატმოსფეროზე რომ შევასრულოთ კარგად. მოაცილებს ვთქვათ ზეც, ვთქვათ ჰაერიდან ატმოსფეროს შექებს და საერთოდ ტრანსფერში იქნება სულ. ენა რა შეიძლება გულწრფელია? სულყოფილი ამბობ გამოვიდეს. აბა შენ გონია ხუმრობდი? ცებინა. მოკლედ ახლა ვარეგულირებთ შესაფრთხოებს ერთნახევრიდან ორ ატმოსფერომდე რომ გქონდეს ზევის დროს. ეს აწყობილია შესაძლებლად. მოკლედ ნამდვილად სტიმულების დროს აგორფოცნა დასმული აკითხავსე. ხოდა გახდა დაასუფთავ კაცმა გააცალა მშვენივრად ყველაფერი რომ თავიდან გავლაგოთ. მერე აქ ჩვენ გვაქვს ახალი რეტაი, ასე რომ ვთქვათ, აირ ექსტრემ პლუსი, ასე რომ ვთქვათ, იგივე ინერციას ისე თომას მერე სხვანაირად წარმოადგენ. სულ ახალი ნაკიდია, ჩვენ ხელში ერთი თვლაც არ გაუწვია, ხო და ამასაც უნდა დავასხათ ლაკი. ამიტომ ჯერ ეს ახლა ეს ლაკი რომ სრულყოფილად მიიღოს და ამის აღარ იქუცნოს როგორც ყოფასტოპზე ან ზოგადად უნდა გავრიცხოთ. ამის გარეთ საშუალება მარტივად რომ ჩვენს პირობებში შეიძლება რომ გავრიცხოთ სადაც იგი ფეილით, რომელიც ტუტეს და ასე ვთქვათ ცხიმიანს ყველაფერს შლის, კიდაც ნავთობპროდუქტი იყოს, კიდაც ხელის ცხიმიეს. და ამ ყველაფერს გავრიცხოთ, ყოფასტოპსაც გავრიცხოთ და დავასხავთ მატობით მანქანის ლაკს. ეხლა ესე მარშრუტად შემოვიფარგლებით, მაგრამ შემდეგ ვაპირებთ რომ ჩამოვიტანოთ სერატოტის სახეის კონკრეტულად ლაკი და ნახავთ რომელი უკეთესად იმუშავებს და პრაქტიკაში გვექნება. სერატოტები იმუშავებს, კარგად ამასაც. ეგ არ გეყარება უბრალოდ ეხლა გვეჩქარება და დროის დაგარვა არ გვინდა ასე რომ. იხუ სეზონი მოდის. სერატოტის ლაკი. იხუ წავა ამიტომ მოკლედ გადავსვიდეთ მოკლე ჩვენს ბაზარზე მოწეული კომპონენტები თუ ეს ყველაფერი გავაკეთოთ. აბა წავიდეთ. ხელნათმანები დავუკეთებ აუცილებლად, რომ ხელის ცხიმები გავანაცვლოს ფოქსზე. ისე უნდა მოხდეს ამ ყველაფრის შეკუთვა გარეცხვა და ასე შემდეგ, რომ ეს ყველაფერი იყოს იდეალურად. ეხლა ჩვენ გავრეცხავთ, მერე ფენით გავაშვათ. რომ ყველაფერი აუხდეს და შემდეგ დავსკოჩავთ, როგორც სიდარიგი და დავიწყოთ შეგების პროცესებს რა. ამ ყველაფერს განახილოთ. არ გამოვა ჩემგან ოპერატორი რა. აზრი არა. არ გამოვა და გადაგავა იმას. სტატუსი. მაროსი არ იყოს, მე ხო შეც კარგი მინდოდა.
ბატონო. და ჩახო. მაგი როგორ მიზოებია ვერ ჩავდები. გაიცო? 100 გრამიანია ეს. უგულე შენ მე ერა საჭი. იგა 100 გრამი მაგის მაქსიმუმი. ეს არის საირველი როალია თქო. ეს საიდან გადაწყდა? ვიღიდე. 570 წლები მივეცე ამაში. სადე? გორგიაში. არა რა ასე ის. ასე იური. მოკლედ გავუწადეთ ყველანაირად 100 გრამი ლაკი გვაქვს ჩასხული. ხოდერ გავიღოს 1-4-5 თოფს, მაგრამ ჩვენ გვაქვს 2 თოფი. ამ შემთხვევაში შესაძლებელი და მოკლედ ვიწყებ პროცესს რა. ვაიმე. იჰოგირა. არა გიცდეს. ახამარო. ისე უცხოა ბატონი. მეგონი შეიძლება მაცალებული. სიგეიძე არ მოგასვა. აქიდან დაუდექი, აქიდან დაუდექი. აია. მეგონი არა. მანტრო დამოდოვა. ყველაზე სანერი. და ჯულია. აი. ეხა? აა. ეს მაგარი გამოვა. ეს ზოგაშრება აკეთებს. ესა ეს არა ნახეს გულ გაჭრა. და ისე ძველი ისინი გამოდიან. ძალიან მაგარი პულვერიზატორია. პულვერიზატორი ძალიან გამოდიან. მამას ყოლება ამ სიმბოლოს. მე ხარხმ დონეზე. მე გასაშოვა. ეს მაგარი გამოვიდა ნახე. არა ზოგადად. ის დიდი ნატურა ფორმული. ჰა? ერთი პირი ახატა. ანუ ორი უნდა. ხო, ერთი პირი ჩემი აზრით ეკუთვნა. ბიჭოც ნახე რა მაგარი გამო. აბა. რეტაი ახალი სახელი რა. აი კონტროლ ექსტრემ. გაუცროლელი მაღაზიიდან მოტანილი და ვაკეთებ პირდაპირ რა. ექსპლუატაციაში ნახავთ რა იქნება. აგერ ამ კაცური კაცისაა ჩვენი. ამ კაცისაა ერთობი. ხო, აი ეგეთი საქმე, რა შეიძლება რომ
ამის შენაგები თოფი მაქვს გორდიონი მე რა. და თან ესე ქირურგიულად არ გავუსუფთავ რა გამისუფთავ პირდაპირ დავასხიო რა საოცმო იმენ აი უფრთხილები ვაფშე არ უფრთხილები თო და ჯერ არის და იმენა დაიცავს მაგრამ თან ჩემსაც პრიალა ხო გიო კი მინდა თან ჩემი პრიალა და ეს მატოვი მაგარი ყოფილა ჯობია თავიდანვე როგორიც არის გამოფლირება შენარჩუნებული ახალი და და რო ყოფილიყო მაგრამ რო ეუბნებ მატოვი რა მომენტი და რო დავასკი მე ნახე რომ პრიალა შემოვიდა დაიცავს იმენა მაგრამ იო ავტოფის ბალისტიკა როდის უნდა ჩაწერო ვერ მითხარ ჯერჯერობით ვერაფერს მაგრამ მე ვიდეს და გუნდს მოვკეთა და უნდა იტალია შემოვიდა ვისაც უნდა იმუშავა აკარებულები და ძალიან შეხებით გადადებ მაგრამ ტექნიკურად რო ვიხმაროთ ჯობია 1-22 საათი ან 40 საათი ან დავთვითოში არ მოვყვანოთ რა და მე გაიგებს თავის მარკას ასე ვთქვა და რანაირად უნდა დავთვითოთ ეხლა დავაკვირდები შევხედავთ რამე ხوار გვაქვს რამე ესე დამატებით გვაქვს და უნდა ესეთი დასრულდა და რა ვიცი ვისაც მოუნდება მსგავსი რაღაცა შეიძლება რომ გავაკეთოთ ვისაც მოუნდება ნავების გაწოლება შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. მაგრამ ხსნი ამ ყველაფერს იმ დონეზე რომ მე ვიმჩნევია რომ ყველა თავს ხელი გააკეთოს, იმიტომ რომ დანახარჯი ექნება უფრო ნაკლები. თუ შეუძლია ცოტა ჭირგედელაობა და შეუძლია რაღაცა ხელოსნური რაღაცეები, თავისი ხელი გააკეთოს და ვისაც არ შეუძლია უბრალოდ მოსახურებაში მოუწევს ხანდის გადასხდა ორწდება ხო. ბუნებრივი მომენტია. ხო. პროგრამაზე დანარჩენი არ გვენანება არაფერი, აგერ პროცესები ახსნილია, რა როგორ რანაირად და ისარგებლეთ გამოიყენეთ და დამატებით კითხულობთ პრობლემები. ალბათ პრობლემები. აი მეგობრებო, მეორე დღეს ჩვენი სამუშაო სივრცე ჯერჯერობით ასე ვართ და ჩვენი გაკეთებული თოფები მატოვი ლაკის საფარი ბრაუნინგ
მაქსუს 2-ზე. აი, მატოვი, ლაკის საფარი, ბრაუნინგ მაქსუს 2-ზე. მე ვფიქრობ იმაზე მეტად დაამატოვა, ვიდრე ბუნებრივად იყო რა. ნაკლო აბსოლუტურად და არანაკლებ ეფექტური რეტაი ახალ მოდელ რეტაის Air Control Extreme. ეს თავის გადაბმის ადგილია, არ იყონოთ რამე ჩემი ნაჩალიჩარია. ქარხნული გამოფრირების გადაბმის ადგილია. რატომ ჩემო ესე ლამაზი ცევიო, ლამაზ ფერში. აი სუპერ რა რო იტყვიან რა. ეხლა ჩვენ ამ თოფებს ავაწყობთ. და ისიც განახეებთ. მოდი ეხლა ჩვენ ავაწყოთ კობას თოფი ბრაუნინგ მაქსუსი, რადგან ჯერჯერობით რეტაის кейსი მოკლედ აქ არ არის და ნაწილები არ გვაქვს რომ ავაწყოთ. და ცალსახად შეგვიძლია ავაწყოთ, მაგრამ სრულყოფილად არ შეგვიძლია რომ ავაწყოთ. ამიტომ ავაწყოთ პირველ რიგში ბრაუნინგს. ავიმზადებთ ტიბირს. ავხსნით ავენტილ ადგილებს. ყველაფერი იყოს კარგად და ლამაზად. ეს ერთი დეტალი ბატონო ჩემო. იდეალურად არის შესრულებული რა. ახლა ესე გამოდის რომ თავს ვიქებ, მაგრამ მიდი არ ვიქებ თავს. რელაქს აღებავი და პოლივიზატორი არის ძალიან იდეალურად ნამუშევარი. ეს გაზის ეგრეთ წოდებული სარქველი დავიცავით. შეგინთ შემდეგ არ ყოფილიყო გაურკვეველი წარმოშობის დონეები და პორშინს ეგრეთ წოდებულ ტყუს არ გაუჭირდეს შესვლა. დამატებით სამუშაოებში შეტანილი არ მოგვიწიოს. დავუხოთ. ესეც ბრაუნინგის ლულა უკეთესი შეერთება მანდა მაინც აქ ბრაუნინგს აქვს ამ ადგილას შეხედეთ. გამოფრირების გადაბმის ადგილას. ასე რომ ფერდა ეწუნება რეტაისაც. მე მაინც გაქანებული რეტაისტი ვარ, არა ამ ფანატიკურად, არამედ შედეგობრივად, ხარისხობრივად და ტექნოლოგიურად. ამის და არაფერს არ ჩამოუვარდება. ამიტომ ვარ გაქანებული რეტაისტი. სიმართლე გითხრათ, მეტი ნახევარავტომატი ჩემში არაფერს განსაკუთრებული. არ იწევს, რასაც იწევს ცალკე აღებული რეტაი. სამსებით საკმარისია ჩემთვის და ჩემი შინაგანი სამყაროსთვის, ასე ვთქვათ.
მესამე დეტალი. რა თქმა უნდა, გუშინ ღრების დროს იღავი უნდა მკეთებოდა აუცილებლად ზღვიზე, მაგრამ როგორც შევავია დაუდევრობა ქართველებს გამოვიჩინე იგივე ხასიათის სრულმეც არ გახლავართ, და ასე რომ ხომ გაითვალისწინოს ეს ამბავი. მე მაგარი ბიჭი ვარ და იმიტომ არ მინდა ამ ლოგიკით არ მიჩნია დაუდევრობით თქვენი ასე ვთქვათ. მეტი არაფერი ბატონო. აი ახლა მე თქვენ გეტყვით, რომ ბრაუნინგ მაქსუს 2-ს აქვს აქ დარბილება, მაგრამ არა გვერდებიდან, აი მხოლოდ ზურგზე აქ ზევიდან. მჭიდროდ რომ დააჭერ ხელს, მალევე გრძნო ქვევით სიმყარეს. ანუ პლასმასია რაღაცა ეს დადებული. და რედაის აირ ექსტრემ კონტროლს. აი მთლიანად რბილია ეს, აი რამ სიღრმეზე გინდა ჩადია სულ რბილია. და გვერდებიდანაც კი რბილია, უმნიშვნელო კანტია მყარი დამატებული, მაგრამ სირბილეს იქაც გრძნო ხელს რო ადებ რა, იმის თან. აი შიგნიდან მთლიან სიღრმეზე სირბილია. ეს არის სასწაული რამ ჩათვალეთ, რომ იგივე ბენელია რა და ამ გაგებით, ანუ იგივე ნაირი სირბილია ბენელსაც და კომფორტული გასროლებისთვის არის მეტად მნიშვნელოვანი რა. განსაკუთრებით მაღალგრამიან ვაზნებზე. ხო და რა ვიცი, რეტაიმე ესეც ჩადო თავის თოფში. ერთადერთი განსხვავება რჩება ბენელისგან, რომ აი აქ არა აქვს შავი ჩანართები, ანუ რეზინოვანი ჩანართები, მაგრამ უკან გააკეთა ისეთი ამორტიზატორი, რომ მე თუ მკითხავ, ყველაფერს ხლაპავს იმას, რაც ბენელს აქვს რა. ხო და ერთი მაღალი სამიზნე თამასით გამოირჩევა კიდე ბენელი. დანარჩენი ერთ-ერთია ფაქტიურად. აი ბატონო, ესეც გავაკეთეთ. რა ვიცი, აი იდეალური შესრულება არა, რა გითხრათ. ლაკმა და პოლივიზატორმა იმუშავა იდეალურად. ნახოთ ექსპლუატაციას როგორ გაუწიოს და რა იქნება. აი ავაწოთ ახლა ჩვენ ეს. ძალიან მარტივი მექანიზმი აქვს. ბრაუნინგსაც აი სასწაულად მარტივია. და აი პირველ რიგში ვაყენებთ ნებისმიერ თოფის შემთხვევაში ძირითადად კლასიკურად ხდება, რომ აი ამ დამშვებ ღილაკს უნდა დავაჭიროთ ხელი და ისე ჩავსვათ ამცემი მექანიზმი თავის ბუდეში. კლასიკურად ხდება ხოლმე ესეთნაირად. შემდეგ აქ ხორელებს გავუთანაბრებთ. არის გეომეტრიას ახლა დაიწყა პონა და მარტივი შეშვებით. ხელსაწყოც კი არ უნდა ეს გაპაწყობით. მის პირდაპირ რო იტყვიან რა. მოკლედ ჯერ ჩავსვავთ საკეთს, რომ აქ მოხდეს სწორი დამიზნება. აი სწორი დამიზნება რომ მოხდეს, ამიტომ გავუკეთებთ თათიქს და შემდეგ ჩავსვავთ მექანიზმს, რასაც ვიძახოთ.
აუსწორებთ თავის ხრელებს და ჩავალაგებთ აი ღეროებს გავუკვირდით დასაფიქსირებლად. ბატონო, იდეალურია ყველაფერი. შემდეგ გავუშვებთ ამ მცირე ზომის ზამბარას. შემდეგ გავუშვებთ იმპულსურ ბერკეტს. სულ ეს არის მისი მოძრაობა ბრაუნინგ მაქსუსი. და იმ ხელა იმპულსს აძლევს, რომ გადაწვენა ხდება სრულყოფილად. ანუ თუ რამეზე შეიძლება ინერციულისა და გაზდამტენის შერწყმა ითქვას ერთ თოფში კომბინირებულად. ეს არის ბრაუნინგ მაქსუსში და ვინჩესტერ SX4-ში. ყველაზე უკეთესად მიღწეული. ეს კი თავად პლასმასისა. შემდეგ წამოვიღებ ლულას. ესე თითის ჩამოწევით ჩამოვა ეს ბოლომდე, ჩამოვაცვალთ იბჟირს, დავუჭერ ფიქსატორს. ბატონოჩი, გამართულია ბრაუნინგ მაქსუს 2. აბა თავის წონაზე თუ სხდება, კი ძალიან სრულყოფილად. ფიქრობ რომ კილო 800-ის სხდება რა. აი თოფის ნახევარი წონა და აქვს მიშვებული. რაც კატერიც მუშაობს. ყველაფერი მუშაობს. აი ესეთი გამოვიდა ჩვენი მატოვი ლაკით ლაკული ბრაუნინგ მაქსუს 2. ნახოთ როგორ გაუძლებს ექსპლუატაციას, ყინვებს, თოვლებს, წყლებს და აგრესიულ დატვირთვებს. პირველმა პარტია ლაკმა ვერ გაუძლო. არ ვიცით რატო. იმიტომ მოვინდომეთ მეორეც დასხმა და აი ეხლა რაღაცები გამოურიცხა ჩვენი ვარაუდით რაც იყო. თუ ამან გაუძლო, მაშინ უკვე გვეცოდნება რატო ვერ გაუძლო პირველმა. აბა დროებით.